წინ მოსამართლე ცეკვავამ არაერთგვაროვანი გადაწყვეტილება მიიღო, მაგალითად მიხეილ ზაქარაიშვილი 5 დღით გაუშვა პატიმრობაში, ხოლო ანი ახმეტელს სიტყვიერი შენიშვნა გაფრთხილება მისცა და ამით შემოიფარგლა. რაც შეეხება მანუჩარ ცაცუას, მის ანგარიშზეც არის გაფრთხილება ამ ეტაპზე, რადგან ნათია ჭავჭანიძეს ამ შემთხვევაში არ მიუსაჯეს მას პატიმრობა და ის არ გადაიყვანეს იზოლატორში. მე შეგახსენებთ, რომ ნათია ჭავჭანიძე არის მეუღლე დიმიტრი ჯამბურიასი და მათ ჰქონდათ მოლოდინი და განცდა იმისა, რომ ორივე მათგანი დღეს საღამოს შეხვდებოდა და გაატარებდა იზოლატორში, თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა. ამ პროცესში კი ყველას ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი უჩნდება. სამოქალაქო აქტივისტები და პროდასავლური ყოველდღიური აქციისა და პროტესტის მონაწილეები სვამენ რიტორიკულ კითხვას, რის მიხედვით არჩევენ მოსამართლეები ადამიანებს, ვინ უნდა გაუშვან პატიმრობაში და ვის უნდა მისცენ სიტყვიერი გაფრთხილება, რადგან ყოველი მათგანი ზუსტად ერთნაირი მეთოდებით, ერთნაირი სტილითა და ტაქტიკით დგას დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ამიტომ მათთვის ნებისმიერი ეს გადაწყვეტილება არის მიუღებელი. იქნება ეს გაფრთხილება თუ პატიმრობა, თუმცა რადგან პატიმრობა არის გაცილებით უფრო მძიმე ფორმებით გამოხატული სასჯელი უდანაშაულო ადამიანების მიმართ, ცხადია ამაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება და ამბობენ, რომ დღეს ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე ჩამოიხსნა ნიღაბი და ყველას დაანახა მისი არადემოკრატიული სახე. სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა მოსამართლე ცეკვავა. რა თქმა უნდა, ეს კანონდარღვევად მიიჩნევა. კანონდარღვევად მიიჩნევა ეს ყველაფერი, როცა ცხოვრობ სამართლიან ქვეყანაში და გაქვს სამართლიანი სასამართლო. მაგრამ მე ამას კანონდარღვევად არ მივიჩნევ, რადგანაც ტროტუარზე დგომა კანონდარღვევა არც ყოფილა და არც იქნება არასდროს. გავაგრძელებთ ჩვენ ბრძოლას ბოლომდე, გავასაჩივროთ ამ ყველაფერს აუცილებლად უმაღლეს ინსტანციებში და დაველოდებით სტრასბურგის შედეგს უკვე საბოლოოდ. ეს სულ ცოტა ხანში მოსამართლე ცაცუა გამოაცხადებს ჩემს საქმეზე განაჩენს. არ ველოდები, რომ მას ამის სინდისი შეაწუხებს ან ქართულმა ოცნებამ გადაწყვეტა, რომ არ გამიშვას ციხეში, ველოდები, რომ გამიშვებს რამდენიმე დღით. ტროტუარზე დგომის გამო, 9 აპრილის მემორიალთან დგომის გამო, ველოდები, რომ გამიშვებენ ციხეში, საქართველოში, სადაც, რა ვიცი, სულ რაღაც 30 წლის წინ 9 აპრილის მემორიალთან 9 აპრილის დაღუპული გმირები იდგნენ, აპროტესტებდნენ ამ ქვეყნის, არ ვიცი, თავისუფლების აღდგენა უნდათ და აქედან 30 წელიწადში საქართველოში ისევ თავისუფალი სიტყვის მცველებს გვიჭერებთ, ხო? სამწუხაროა, მაგრამ ავიტანთ არ არის პრობლემა, ბრძოლა ყოველთვის არის საჭირო იმისთვის, რომ შეინარჩუნო თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სამივე პროცესი ეგრე დამთავრდა პატიმრობაზე გავუშვეს, რამე ესეთი მაინც და მაინც პატიმრობის მოლოდინი არ მაქვს, იმიტომ რომ აბსოლუტურად უგუნურ მხარესთან გვაქვს საქმე და გამორიცხული ნამდვილად არაფერი არ იქნება. აი მაგალითად ერთად გვაქვს მე და ანი ახმეტელს გამოცხადება. ანი ახმეტელის შემთხვევაში მოსამართლეს აქვს უფლება რომ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენოს, ჩემს შემთხვევაში კანონი იგრძელოს მოსამართლეს სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენოს, მაგრამ საერთოდ არ გამიკვირდება რომ მაგალითად მე სიტყვიერი შენიშვნა მომწენ და ანი დააკავო. რა, აი წარმოდგენა არ მაქვს რას იზამენ. ცეკვავს არ ქონია ჯერჯერობით ამ საქმეებზე გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია და არ ვიცი რას ერჩევს ნებისმიერ შემთხვევაში გზად ვარ ყველაფერს. ის ფიქრობ, რასაც ფიქრობდი მანამდე, როცა მივიღეს ეს კანონი, საერთოდ არ გვაინტერესებს ეს კანონი, არ ვაღიარებთ, არაკონსტიტუციურია და რაღაც სისულელების წერიაში. ვინ არის მოსამართლე დავით მაკარაძე, რომელმაც მხოლოდ დღეს 3 ადამიანი გაუშვა ადმინისტრაციული წესით პატიმრობაში? ჩვენ დავსვით ეს კითხვა იურისტებთან და მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებთან, როგორც ჩანს, ყველას აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მაკარაძე რამდენიმე თვის წინ გადმოიყვანეს გორიდან დედაქალაქში. ამიტომ გაჩნდა რიტორიკული კითხვა. ხომ არ დასჭირდა ქართული ოცნების მიერ მართულ სასამართლოს დახმარება რეგიონებიდან და ჩამოყვანა მოსამართლეების, იქიდან გამომდინარე, რომ მას საკუთარ წიაღში უწევს ისეთი მოსამართლეები პოვნა, რომლებიც ისეთ აბსურდულ საქმეებს მოაწერენ ხელს, როგორიც არის მაგალითად ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების ციხეში გაშვება. სამოქალაქო აქტივისტებს და მათ შორის იურისტებსა და ადვოკატებს ამ თემასთან მიმართებით აქვს ცოტა განსხვავებული არაერთგვაროვანი დუალური პოზიცია. ერთის მხრივ ფიქრობენ, რომ რა თქმა უნდა შესაძლებელია არსებობდნენ მოსამართლეები, რომლებსაც ქართული ოცნების მიერ მართული სასამართლოს პირობებშიც კი უჭირდეთ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება და ადამიანების აბსურდულად ციხესა თუ იზოლატორში გაშვება, თუმცა მეორეს მხრივ ფიქრობენ, რომ ამ ბიძინა ივანიშვილის გუნდის პირობებში აღარ დარჩა მოსამართლე, რომელიც არ მოაწერს ხელს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც პარტიული ინტერესებით არის ნაკარნახევი. მოკლედ, ასეთი მოცემულობა და განწყობებია მაკარაძესთან მიმართებით. გარდა ამისა, მათ კითხვები უჩნდებათ მის საქმიანობასთან დაკავშირებითაც, მაგალითად ამბობენ, როგორ მოევლინა მოსამართლედ ეს ადამიანი ფინანსთა სამინისტროს ყოფილი გამომძიებლობიდან დღეს და რატომ უშვებს ადამიანებს პატიმრობაში? კითხვის ნიშანი ბევრია, პასუხი არ არსებობს, თუმცა არსებობს ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს კიდევ ერთხელ ქართულმა ოცნებამ მოსამართლეებს ძალიან მცდარი და არაკანონიერი გადაწყვეტილებები მიაღებინა.
ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ერთგვაროვანი საქმეები ეწერება მოსამართლეთა მცირე ვიწრო ჯგუფს, რომლებიც ფაქტობრივად ყველაფერზე აწერენ ხელს და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ბედავენ შეასრულონ თავიანთი პროფესიული საქმიანობა, გარკვეული რაოდენობა დააწინაურეს წინა, ასე ვთქვათ, ამ რეპრესიული გადაწყვეტილებების მიმღები ნაწილი მოსამართლეებისა და მათ ნაცვლად ეხლა მოიყვანეს ხელახლა გადმოიყვანეს სხვადასხვა რეგიონიდან ახალი მორჩილი მოსამართლეები. სასამართლოში არიან ღირსეული მოსამართლეებიც და შესაბამისად ვერ პოულობენ ისეთ მოსამართლეებს, რომლებიც ხელს მოაწერენ აბსოლუტურად ყველაფერზე. ამიტომ არის რომ ეს საქმეები ტრიალებს სწორედ ერთი და იგივე მოსამართლეების ხელში. ქართულმა ოცნებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად აღსრულებაში და შესასრულებლად გადაეცა პოლიტიკურად ანგაჟირებულ მოსამართლეებს და ადამიანები, რომლებიც სპორტს გამოხატავენ მშვიდობიან და ტროტუარზე გაუშვეს იზოლატორში. რაც შეეხება ჩვენ საქმეს, ძინდა აბსოლუტური და სიგიჟეა, მიუხედავად ყველაფრისა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წუთს ველოდებით, რომ აღასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას და დაიწყებენ ჩვენზე სასამართლობრივ დევნას. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად ამდენი რეპრესიისა და დრაკონული კანონებისა და მიუხედავად ამდენი სიგიჟისა, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და უკეთეს საქართველოს მებრძოლი ადამიანები გაჩერებას არ ვაპირებთ. ძალიან მალე გავიგებთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე მანუ ჩარცაცო ამ შემთხვევაში ნუკრიკა კულიასთან მიმართებით მე გეტყვით რომ დღეს მან ერთ ადამიანს ნათია ჭავჭანიძეს მისცა გაფრთხილება ამიტომ საინტერესოა რა გადაწყვეტილება იქნება კაკულიასთან მიმართებით მიღებული სამოქალაქო აქტივისტები ირონიულ პოზიციას აფიქსირებენ ამასთან დაკავშირებით ამბობენ რომ დღეს სასამართლომ ქალები გაფრთხილებით გამოუშვა ხოლო მამაკაცები გაუშვა იზოლატორში რაც მათთვის გარდა იმ ყველაფრისა რომ ის გადაწყვეტილებები რომელიც მიიღება სასამართლოში არის კანონდარღვევა არის სქესობრივი ნიშნით ადამიანების გადარჩევაც თუმცა რასაკვირველია მიესალმებიან ნებისმიერი ადამიანისათვის სიტყვიერ გაფრთხილებას ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კაკულიას შემთხვევაში თუმცა მანამდე გეტყვით რომ ამ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მან ტერორი უწოდა საქართველოში ტერორის გამძაფრებული ფორმები და დაგმოის ყველაფერი რაც დღეს ხდება საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ველოდებით ნუკრი კაკულიას გადაწყვეტილებას მანამდე კი რა პოზიციებიც მოვისმინეთ მიუხედავად იმისა რომ ახლა უკვე მხოლოდ და მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამოიჭერენ და აკავებენ ადამიანებს, აქტივისტები გაჩერებას არ აპირებენ დღესაც და მომდევნო დღეების განმავლობაშიც პროტესტი უცვლელად გაგრძელდება.